სალამი ყველას. ჩვენ ვართ გამოსულები ტბაზე, სათევზაოდ, კონკრეტულად კარჩხანაზე. სილიკონით, ასე თუ ისე მაინტერესებდა საქართველოს მერე აქეთ როგორი აქტიურებდა კარჩხანა სილიკონზე. ერთი ცალი უკვე დავსვი რამოდენიმე დღის წინ პატარა ვიდეოც დავდე და ეხლა ვნახოთ როგორი აქტიურებს თევზს. დასაწყისშივე დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და დავიწყოთ. Бля, а як это? Ай, ეს მეორე. მენა ბიზნეს. ახერა კაია ბიჭო. რასილამაზე. Ui, teta. Опа, gachi. Asio. Lamia me mgoni. Შენერი გარასი. ქვედა ტუჩითაა გავებული. წყნარად. ესეთი. Ахерат. Как ишта. Сао. Ай, сао. Кая. Цэцтэй гэдэг გადავუჭიროთ. ეს არის 400 გრამიანი კარასი თან ნახე რა კარგადაა ქაღებული. Opa. Opa. Alma ხივით ხტუნავს ეს. მენა კაი ზომებია და ნახე მსელი გაბერილი ანუ. ქვირითობას იწყებს ცოტა ხანში და
ორი აქტიურია. ამან ზედა ტუჩითა იყო.这边小啊，棒本人嘛，电视演的视频都往那棒本人护棒本人嘛。 ძალიან წყნარად აიღო. ესე წყნარად ჯერ არა უღია. ძალიან ისევ ზედა ტუჩით. რაღაცა ჭირს. ესეთი ჯიგარი გარჩხანა. ძალიან ისე ჩუმა დაიღო. აი ჩაიდო და ჰოპ. ქარავანს მივადექი. აი დაერხა ახლა ქაურობას. ვა ვიჯო ბაბა ითხარი ქარავანს მივადექი თქო ბანა შემთხვევით გამოედო არა შემთხვევითაც ითვლება მე მგონი Ach. ჯიგარი გარასი. ესეთი. ცოტა იქით დავუშვებ. დავასრულეთ თევზაობა კარჩხანებზე. იმედია საინტერესო ვიდეო გამოვიდა და მოგეწონათ. შემდეგი თევზაობა მინდა გადავიღო სიბასზე. მაგრამ რამდენი ხანი დაჭირდება არ ვიცი, შეიძლება დაჭირდეს 2 კვირა, შეიძლება დაჭირდეს 1 თვე, იმიტომ რომ არასოდეს არ მithევზავია სიბასზე და პირველ რიგში ინფორმაცია მაქვს მოსაძიებელი. შუალედებში კი ვეცდები რომ გავიდე რაიმე სხვა წვრილ ან მსხვილ თევზზე, სათევზაოდ, არის კერძო ტბები, შეიძლება კერძო ტბაზე გავიდე. ასე რომ რო არ გამოგჩეს ეს ყველაფერი, გამოიწერე არხით და ლაიქე ვიდეო და შევხვდებით შემდეგ თევზაობაზე. დროებით. კიდევ ერთხელ სალამი მეგობრებო. მაქვს ერთი ნიუსი და ბარემ ამით დავამთავრებ ვიდეოს. მაქსიმალური შემართებით გადავდივარ street fishing-ზე, უნდა ვიმოძრავ მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც მდინარეები უერთდება ზღვებს. სადაც მდინარეები უერთდება ზღვას, არის ბევრი პორტები და სხვადასხვა ლოკაციები. ასე რომ გამოიწერე არხი და ლაიქე ვიდეო და შევხვდებით შემდეგ რიბალკაზე.